ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი ლუანი მკედლიშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე რჩევები მათთვის, ვინც ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, დილამშვიდობის მამა ივანი დაგუწევთ. მოგესალმებით. მადლობა მოგწარებისთვის. თქვენ და სულად საქართველოს. ვფიქრობ, რომ საჭირო თემაა, იმიტომ რომ ყოველ პერიოდში არსებობს ადამიანი, ვინც ფიქრობს, ცდილობს, ან უნდა ეკლესიური ცხოვრების დაწყება და ყოველთვის მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე ხა სულისკვეთება და მონდომება ერთიანად უნდა ადამიანს და შეიძლება ეს დამაგრეველი იყოს, ამ პირიქით არ იცოდეს. აი, რა რჩევებს მისცემთ მათ მამა ივანე, ვინც ახლა ფიქრობს, ან სწორედ ამ გადაცემის მერე შეიძლება დაფიქრდეს, რომ აი მეც ხო არ მივიდე ტაძარში. უპირველეს ყოვლისა მინდა სამძიმარე ვთქვა. ჩვენი მეუფე სერაფიმეს გარდაცვალების გამო ღმერთმა ცათასასწრაფოში დაამკვიდროს მისი სული, ძალიან კარგი ადამიანი. რაც შეეხება დღევანდელ თემას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე კარგია ის გადაწყვეტილება, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ტაძარში უნდა მივიდეს. სხვადასხვა მიზეზი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, რამდენი ადამიანიც არის, შეიძლება იმდენი მიზეზი გამოჩნდეს, რატომ უნდა წავიდეს ადამიანი ტაძარში. მაგრამ თავარი ის არის, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის გარეთ სულიერი გადარჩენა არ არსებობს. ჩვენ მარადიულები ვართ და ეკლესიის წიაღია ის, სადაც ეს ჩვენი მარადიულობის რეალიზება ხდება, რომ ჩვენ ღვთისწყალობით მე 60-ში მოვხდეთ და პირველ რიგში, როდესაც ადამიანი ინათლება, მაშინვე დებს ფაქტიურად პირობებს, რომ ის ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს, ხო, იქ არის ესეც სიტყვები, შეუდგები ქრისტეს, შევუდგები. ნებისმიერ ადამიანს, ვინც მონათლულია, უკვე პირობა აქვს. ბავშვობაში, დიდობაში ნათქვამი, რომ ის უკვე ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს და ფაქტიურად აი ამ პირობის შესრულებას იწყებს, თუ კი ადამიანი ტაძარში მოვა. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ნათლობით მთავრდება ხოლმე ადამიანის ეკლესიური ცხოვრება. შეიძლება ხშირად არა, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანი ინათლება და შემდგომ ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ შეივლის, რომ სანთელი დაანთოს, პირჯვარი გადაიწეროს და ამით გონია, რომ მისი ეკლესიურობა, ესე იგი, ამაში გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ მორწმუნეობა და სინამდვილეში, ვთქვათ, სულ სხვაა ხომ, ჩვენ ვიცით ეკლესიური ცხოვრება. დგება ზოგჯერ მომენტი, რომ ადამიანს უჩნდება სურვილი ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ რაღაცნაირი ხერხულობა აქვს, ვთქვათ, მოძღვართან ურთიერთობის და აღსარების და ასე შემდგომ. ანუ როგორ შეიძლება გადალახოს ეს ადამიანმა და როგორ, ვთქვათ, აი რა რჩევას მისცემდით ისეთ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომ დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება? რჩევა უამრავი არსებობს, თავარია ტაძრამდე მივიდეს და მოძღვარს გაესაუბროს ადამიანი. ზოგჯერ ეს ბარიერი, როდესაც გონიათ, რომ ადამიანი ტაძარში თუ მივიდა მღვდელს ნახოს, მაინც და მაინც ეგრევე აღსარება უნდა უთხრას და არის ხშირად რომ რაღაცა მძიმე ცოდვა აწუხებს ადამიანს და ესე ადვილად ვერ იტყვის ამ ცოდვას. ეს პროცესია მოძღვართან ერთად და როდესაც ნახავს მოძღვარს და უმეგობრდება, ხო, ეს დროსთან ერთად შეიძლება გამოთქვას ყოფილა ესეთი შემთხვევა ნებისმიერ მღვდლის პრაქტიკაში, რომ მერე უთქვამს, შეიძლება 1 წლის მერე თქვას რაღაცა განსაკუთრებული ცოდვა, რომელსაც მანამდე ვერ ამბობდა და ამით არაფერი არ შავდება პირიქით, ხო? ეკლესია დაეხმარება სწორედ ესეთ ადამიანს, რომ ის ცოდვა თუნდაც 1 ან 2 აღმოთქვას და რაც შეეხება მხოლოდ ნათლობას, რომ მარტო ნათლობით შემოიფარგლება ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში 7 საიდუმლო აქვს. ერთ-ერთი არის ნათლობა, როგორც ჯვრისწერა, აღსარების საიდუმლო, ზიარების საიდუმლო და ის ადამიანი, რომელსაც ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ეს საიდუმლო ეყოფა ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, ცდება, რადგან უფალი თავად გვეუბნება, ხო, ვინც არ ეზიარება ჩემს სისხლს და ხორცს, ის ჩემთან ვერ მოვა. უნდა ეზიაროს ადამიანი. სხვანაირად ცხონება მასთან ვერ მივა. რომ ეზიაროს, აღსარება ჭირდება, მოძღვარი ჭირდება. ხო, ეს ყველაფერი პროცესია და 7-ვე საიდუმლო ერთმანეთში არის ესე გადაჯაჭული და ერთი რგოლის ამოვარდნაც კი უკვე ყველაფერს საფუჭებს. მამა ივანე, როგორც თავში აღნიშნე, როცა ადამიანი მიდის თავიდან ეკლესიაში, ალბათ ეს უმეტეს ჩვენგანს გამოუცდია, რომ აი რაღაც შემართებით მიდის, რომ უნდა დაიწყოს და მაშინ რაღაც ანთებულია, მოტივირებულია. ყველაფერი ერთად უნდა რომ აღსარება სწრაფად იყოს, ზიარება სწრაფად იყოს, ყველა ლოცვა წაიკითხოს, მე თუ გაიგო რომ დაუჯდომელებს ამ ყველაფერი. ეს არის თუ არა სწორი? და როგორ უნდა მოხდეს აი მათ შორის მოძღვართან ურთიერთობა, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში ეს სურვილი კარგი იყოს, მაგრამ შეიძლება ეს ეშმაკის მანქანებიც იყოს, რომ ახიბლით კიდევ უფრო ვარის გონოროს ჩარდო და მე ყოფილი შემთხვევაში საერთოდ სილდებიან ეკლესიასაც. ხო, ამიტომ ადამიანი პასუხისგებლობით უნდა მოეკიდოს ამ ყველაზე მნიშვნელოვანს მის ცხოვრებაში
პირველ რიგში ხო ჩვენ კვირა საუფლო დღეა და მე როდესაც ადამიანი მოდის პირველ რასაც ხო აი ეს არის მთავარი დღე საუფლო დღე რომელიც ტყუილად არ უნდა გააცნო ღმერთის დღე შენ ადამიანმა არ უნდა მიითვისო და აი ამ კანონზომიერებაში უნდა ჩაჯდეს ადამიანი რომ კვირის დღესასწაულს არ აცდენდეს ხო და როდესაც წირვაზე მივა იქ მოძღვარსაც აუცილებლად შეხდება რაღაც სულიერ საკითხზეც დაილაპარაკებს და ეს უკვე პროცესში ჩაერთვება და ის რაც შეეხება ესეთ აი ყველაფერი ადამიანს ეს სულ სწრაფები ვართ ხო ზოგადად ადამიანი ძალიან ჩქარა გვინდა ხშირ შემთხვევაში ეს არ ამართლებს იღლება გადაიღლება ადამიანი მე ერთი კვირა შეიძლება გაუცდეს მეორე მოყვება მე მოძღვრისერიდება 100 მეტყვის მოძღვარი რატომ არ მოხვედი ორი კვირა და აი ეს ერთგვარი ამპარტავნება რომ აი პატარა შენიშვნის მიღებაც რომ ადამიანს უკავშირს ხო ეს უკვე მისთვის რაღაც თითქოს მიუღებელია და ეს ერთ-ერთი ესეთი ხიბლის მდგომარეობა რაც კი პირიქით შენიშვნებით ვიზრდებით ყველა ადამიანი როდესაც შენიშვნას გვაძლევენ თუ კი ადამიანი ქრისტიანულად ფიქრობს ამ დამდაბლდება თუ კი ცოტა აპარტავანი ამით ცოტა ის ფიქრებს რომ დამცირდება ხო დამდაბლებაზე დამცირებებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა დიახ აი ზოგჯერ ხდება მამა იოანე რომ ადამიანი გადაწყვეტს ბოლოს და ბოლოს ეკლესიაში იაროს და დაიწყოს ეკლესიური ცხოვრება და ამ დროს ყველაფერი ერევა თითქოს აი ოჯახში ოჯახის წევრებს აქვთ პროტესტი რომ აი რატომ დადიხარ ტაძარში იქ რაღაცა ვთქვათ მეგობართან შეიძლება კონფლიქტი მოვიდა რისი ბრალი შეიძლება იყოს ვთქვათ აი სულიერი ბრძოლა ახლავს თან იმას რომ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს შეუდგეს ქრისტეს გზას სახარებიდან ვიცით რომ როდესაც იესო ქრისტემ ნათელი იყო შემდეგ უდაბნოში მიდის და 40 დღე გამოსდიდა ხო აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით რომ ბოროტი ძალები ყველა ადამიანს გვებრძვის და მაცხოვარმა გვითხრა რომ ბოროტი ძალები განიდევნება ლოცვითა და მარხვით ესე ხილულად რახან ვერ ხედავთ სწორედ ამაშია რწმენა უფლისაც რომ ჩვენ ვერ ხედავთ და გვწამს რომ უფალი არსებობს და იოანა კროპირი ასეთ სიტყვებს ბრძანებს რომ ვისაც ეშმაკის არსებობის არ ჯერა იმას ღმერთის არსებობისაც არ ჯერა იმიტომ რომ ის ძალები ნამდვილად არსებობს და სხვადასხვა პრობლემებს უქმნის ადამიანს რომ ის ტაძრამდე არ მევიდეს ის იმან ახსარება არ თქვას არ ეზიაროს და ეს ბარიერები და დაბრკოლებები ყოველთვის არის მაგრამ შეუძლია ადამიანს ძალიან მარტივად ამ ყველაფრის გადალახვა რომ საკუთარ თავს აჯობოს და ტაძრამდე მივიდეს და მე ნელ-ნელა ეს პროცესია წეღანავს ვთქვით რომ ეს ერთ დღეში და ერთ ბაშად ყველაფერი არ ხდება. ისე როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ ახლო ოჯახის წევრებს აქვთ პროტესტი რომ აი რა დროს ეკლესია ახლა საქმეს მიხედავ ვთქვათ ან რაღაც ესეთი ამგვარი განცხადებები თუ არის მეუღლის მხრიდან ვთქვათ ან შვილების ესეთი მძაფრად ამ ბოლოს რაღაც აღარ გამიგია მაგრამ რა თქმა უნდა როდესაც უფლის არჩევანსა და რაღაც პირადულ არჩევანს შორის არის ასარჩევი ჩვენ უამრავი წმინდანი იყო თუნდაც წმინდა ბარბარა რომელიც პატარა გოგონა იყო და უფალი აირჩია და არა მამის რისხვა და მამას არ დაემორჩილა ამ გაგებით რომ თითქოს რაღაც კერპებისთვის ისევ თაყვანი ეცა და მოწამეც შეიქმნა ხა ასე შეიძლება პირდაპირ ვერ მოიქცეს ადამიანმა მაგრამ არსებობს უფალი არ დაუშვებს ისე რომ ამ ადამიანმა ტაძარში მისვლა არ შეძლოს და მოძღვართან საუბარი ნებისმიერ დროს ხო არის ხოლმე რა მართლა ესეთი ისე რომ გადაებმევა 2-3 დღესასწაული კვირა და მონაზონი უნდა გახდე ოჯახში ეს რატომ დადიხარ ყოველ დღე მაგრამ იმ ოჯახის წევრებს არ ესმით ეს ყველაფერი მაგრამ არ უნდა გაღიზიანდეს იმ ადამიანს ვისაც ტაძარში სიარული უნდა პირიქით უნდა სწორად დაანახოს მე მათი ოჯახის წევრებსაც რომ ამაში რამხელა მნიშვნელობა დევს. ესეც ერთგვარი გამოწვევა, რომელმაც შენში უნდა გამოიწვიოს ის რომ მეტი ისწავლო და უფრო კარგი არგუმენტები გქონდეს ოჯახის წევრებთან, რატომ უნდა წავხვიდეს, არა თვითონ მთელი ოჯახი რატომ უნდა დადიოდეს ტაძარში. ერის ადამიანი, ცხადია ჩვენ არ საუბრობთ მათ ვისაც მონაზრობა გადაწყვეტილი და ეს კიდე სხვა შემთხვევაა და ამაზე შეგვიძლია გამომიჯნოთ ერთმანეთისგან. ერის ადამიანი, რომელმაც აი დაიწყო სიარული და აი ჩვენ ვიავთ ხოლმე რომ ყოველ დღე ტაძარშია, მთელი დღე ტაძარშია და ამით გონია რომ უფრო კარგი შვება და შეიძლება მართლა ოჯახს ყურადღება მოვაკლობს, შობლებს, შვილებს. რამდენად სწორია ეს, იმიტომ რომ მე ერთხელ მახსოვს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა წირვა რომ მორჩა გამოვიდა და ცოტა ისე გაუბრაზდა კიდეც. ალბათ წავდით სახში, არ ოჯახს მიხედეთ და ალაგეთ მორჩა წირვა. და ბევრი დაიბნა. აი ეს მომენტი რომ სუტაძარში ყოფნა. იმიტომ რომ აი თითქოს ამით უფრო ერთგულებას გამოხატავს ღმერთის ან ეკლესიის მიმართ და შეიძლება აკლდეს ყურადღებას ოჯახს სამსახურს გნებავთ. და მე იქ ეუბნებოდეს რომ აი მე ტაძარში ვარ სულ. და ჩვენ სახარებაში გვაქვს ესეთი სიტყვები მიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთისა ღმერთს ხო? ოჯახს რო ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა ესეც სარწმუნოებიდან გამომდინარე ხდება და
ესეც პასუხისგებლობაა და მადლის კეთებაა და ტაძარს თავისი დრო უნდა ქონდეს ადამიანის ცხოვრებაში, რომ არ მოაკლდეს ან კვირის დღეს, დღესასწაულს და დანარჩენი, რა თქმა უნდა, უკვე საერო საქმეებითაც უნდა დაკავდეს. ერთგვარად მინდა რომ კახას ნათქვამი გავაგრძელო, მამა იოვანე, ესე იგი ადამიანები რომ ერთ-ორ სიტყვას მოუკრავთ ხოლმე ყურს და მით უმეტეს დამწყები, როდესაც არის ეკლესიური ცხოვრების გზაზე ადამიანი და მე უკადაგებს მეგობრებს, ახლობლებს, რაღაცნაირად თქვა თავს ახვევს, ამაზრებს, რომელიც ზოგჯერ თვითონაც კარგად არიცის და შეიძლება არასწორად ინტერპრეტირებს. აი, ეს რამდენად შეიძლება იყოს საშიში და რამდენად ჯერ თქვა ჩვენ უნდა გამისწავლოთ, რომ მე სხვას უკადაგოთ. რა თქმა უნდა, არის ეგეთი პრობლემაც და შეიძლება ოჯახის წევრებს, როდესაც ადამიანი იწყებს ესე ცხოვრებას, ჯობია თუ კითხვას დაუსმავენ, მაშინ გასცეს პასუხი და არა თვითონ იყოს ინიციატორი ყოველთვის, რომ ახან ორი თვე ტაძარში დადის, რაღაცა უკვე გაიხსნა გონება ისე და სახარება იცის და წმინდა მამები იცის, რომ იქადაგოს, ხო? ყველაფერზე არსებობს პასუხი, თვითონ არ უნდა მოუნდეს ეს ყველაფერი. იმ გაგებით, რომ დღეს სოციალური ქსელი თუ ინტერნეტი ყველაფერზე პასუხი არსებობს და თუ კი ადამიანს რაღაცა სულიერი აინტერესებს სხვა ადამიანს, შეიძლება მის მოძღვარს კითხოს, წმინდა მამები წაიკითხოს, აი თანამედროვე მამებიც, მამა პაისი, ეხლა შესანიშნავი საშუალებაა ფილმი გადის მამა პაისზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ მამა პაისაც, ხო, რომელიც თანამედროვე წმინდანია და როგორი ცხოვრებით იცხოვრო და როგორი დარიგებები აქვს, არა მარტო დარიგებები, როგორი სასწაულები აღასრულა ცხოვრებას ჩვენმა მამა გაბრიელმა, ხო, როგორი სასწაულები და ეს სასწაულები ეხმარება ადამიანს. ერთ-ერთი დამხმარე იმისა, რომ ადამიანის სარწმუნოებაში გაძლიერდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აი საღვთო საიდუმლოებებში, აღსარებაში, ზიარებაში იყოს ანამონაწილე, რაც შეიძლება ხშირად. თქვენ ბრძანეთ, რომ აი თუ ჯერ სახარება არის ის და ვარშავას წელი არ შეუსწავლია, სასურველია თავი შეიკავოსო. აი პირველი დამწყები, ну, ალბათ ყველა ქრისტიანისთვის საერთოდ, მაგრამ როცა იწყებენ თუ არის საჭირო, არ ვიცი, აუცილებელი ვიხმარო თუ არა, მაგრამ მე მაინც ჩემი ხედვით მგონია რომ აუცილებელია ყველა ქრისტიანთვის. წმინდა წერილს გაეცნო, ანუ მოვიდა ადამიანი, შეუდგა ნათლობის დროს ქრისტეს, მაგრამ შეიძლება მე წლების მერე ახლა გადაწყვიტა ეკლესიური ცხოვრება და უნდა იცოდეს თუ არა რა წამს, ვინ ქრისტე, რა სარწმუნოებაც, რა მოთხრებაც. პასუხიც კითხვავე შეიცავს პასუხს, რადგან ქრისტიანი გახდა, ისიც უნდა გაიგოს, ვინ არის ის. ხო, რა მოთხრება. იესო ქრისტე სახარებაში უნდა გავიგოთ, ხო, ვინ იყო, რატომ განკაცდა, რატომ ეცო ჯვარს, მე წეღანაც აღნიშნეთ, რომ უამრავი განმარტებები არსებობს წმინდა მამების, რომელიც უბრალოდ უნდა ტელეფონში თუ კომპიუტერით ნახო და ან წიგნი შეიძინო და წაიკითხო ნებისმიერი მუხლის განმარტება თუ კი რამე დაგაინტერესა. აი დღეს ძალიან მარტივია, რომ ეს ყველაფერი ადამიანმა გააკეთოს, თუ სახარება, თუ განმარტებები, უბრალოდ რაც დრო გადის, თითქოს უფრო მეტად წყდება ადამიანი, რატომ? იმიტომ რომ ბოროტი ხომ ცდილობს, რომ ეს ადამიანმა ეს არ გააკეთოს და სხვადასხვა საშუალებებით, სოციალური ქსელებით და ტელევიზორით ართმევს ის იმდენ დროს, რა დროც შეიძლება გამოეყენებინათ თუნდაც წმინდა მამების საკითხით ან სახარებით. რაც ელისაბედმა აღნიშნა ეს გადადება ღვთის მოყოლა, ხათო ხდება ხოლმე, ეხაც ვამჩნევ უფრო სკოლის პერიოდში და მე ძალიან ბევრი ვიცი ამასაკის, მოჩვენე ჩემი შვილების თოლის, რომ აი ჩემი კლასელი დადის მეწაულ, რაც ძალიან კარგია და კარგია მეც ესე მივიდე თავის დროს ეკლესიაში. რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც აი სკოლის ასაკშია, მოზარდია, ან მათი მშობლების ოჯახის წევრებს, რომ როგორ აუხსნათ, როგორ ურჩიოთ, რომ ერთის ხომ მოვიდნენ და დარჩენ და გააგრძელონ სწორად ეკლესიური ცხოვრება და მეორეს მხრივ ეს უბრალოდ არ იყოს ენთუზიაზმი და პირიქით იმდენი არ დავტვირთოთ, რომ საერთოდ თქვას, რომ ზართული ყოფილა ეკლესიაში სიარული და აღარ მინდა. იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე მოგვისმენია, რომ შეიძლება 11 წლის ბავშვი ეს ინდივიდუალურია ბავშვის მდგომარეობა, მაგრამ სრულად უნდა წააკითხონ ზიარების ლოცვები, წირლოცვის იდგეს რომ აზიარონ და ყველა შეიძლება მეორე ძლობდეს და ფიქრობდეს, რომ არ მინდა ეკლესიაში სიარული. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის ტაძარში, ხო, ჩვენთან სამრევლოში. აი თითქმის ზოგი შეიძლება კლასიანი კლასის რაღაც დიდი ნაწილიც კი მოდიოდეს, ერთმანეთი მოყავს ძალიან დიდი სიხარულით და პირველ რიგში ხო ამ ბავშვებში ვცდილობთ რომ პასუხისგებლობა გავაუწოთ და ვეუბნებთ აი როგორც სკოლა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რომ იარო ის 5 დღე, ასევე კვირის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ხო, თვითონ სიტყვაც ხო კვირას საღვთო დღეს ნიშნავს და არ უნდა მოაკლდე აი ამ დღეს. და უკვე წეღანაც აღნიშნა, როდესაც ამ დღეს არ გამოაკლდები,
ზიარება, იქ ქადაგება, ღვთის სიტყვას გაიგებს, ახარებას მოისმენ და ეს პროცესი ნელ-ნელა ესე განვითარდება. მთავარია რომ ვაგრძნობინოთ და გაიგონ რომ პასუხისგებლობით მოეკიდონ რომ უბრალოდ ტყუილად არ გააცდინონ მსახურებები და ნელ-ნელა ყველაფერი აეწყობა და ზიარების ლოცვებს რაც შეეხება ინდივიდუალურია ხო ზოგ ბავშვს შეიძლება უჭირდეს და რაღაც ნახევარი წაიკითხოს, უფრო ნაკლებიც წაიკითხოს, ეს უკვე მოძღვრის ინდივიდუალურად განისაზღვრება. სულიერი შვილის ურთიერთობაში გამოიხატება. სწორი ამბზანი თქვენ უმარტოთ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ხანდახან ხდება, აი მიდიან მიმბრძოლობით, იმიტომ რომ მეგობარი წავიდა, იმიტომ რომ დედა ეუბნება რომ წავდი კვირა, შეიძლება დედა თვითონ არ მიდიოდეს, მაგრამ არ უხსნით შეიძლება ბოლომდე რომ რატომ მიდის, აი რა არის ეს ეკლესიაში, რა არის კვირა, რატოა ეს წირო, რატო არსებობს და როცა გაუაზრებელი და მექანიკურია, მისთვის უფრო პირველ პლანზე მოდის რომ ჯობდა დაეძინა და ვიდრე ძილი გაეტეხა. რაღაცა პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე ეს ჩამოშორებაც, აი სკოლის ასაკიდან მე რო უნივერსიტეტის პერიოდში, მაგრამ ის მარცვალი უკვე ჩათესილია საფრთხო, რომელიც რაღაცა პერიოდში კიდევ გამოიღებს ნაყოფს და მაინც მნიშვნელოვანია რომ ეს რა თქმა უნდა უნდა ვცდილობდე რომ დარჩნენ, მაგრამ როდესაც მიდიან რაღაცა პერიოდის მერე ისევ ბრუნდებიან. დიახ. ეკლესიური ცხოვრება არ არსებობს აღსარების და ზიარების გარეშე და აი თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ რომ შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანი თქვათ ისე დადიოდეს ტაძარში უბრალოდ ისმენდეს წირვას თუ კი უხერხულობა აქვს აღსარებასთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებლად დგება ის მომენტი, როდესაც ადამიანი ამბობს პირველ აღსარებას, ეზიარება პირველად. აი რას ნიშნავს პირველი აღსარება ადამიანისთვის და როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის, თქვათ აი რა რჩევები არსებობს? რა თქმა უნდა, მოძღვარს უნდა გაესაუბროს პირველ რიგში ამას და მოძღვარმა უნდა დაარიგოს, როგორ მოემზადოს პირველი აღსარებისათვის. არ არის ეს რთული. უბრალოდ ბოროტი უშლის ადამიანებს. მოძღვარს რაღაც თქვათ რომ ბოლომდე ვერ იხსნება. მოძღვარს ისეთ აღსარებას ვერავინ ვერ ეტყვის, რაც არ გაუგონია დღევანდელ დღეს ხო ყველანაირი ცოდვა. ვერ გააკვირვებს და ეს საკუთარ თავში გადასალახი არის ეს ყველაფერი, რომ ეს ამით კერაფერი შავდება, პირიქით ამით იწყება რაღაც ახალი ცხოვრება. ახალი ნათლისღებასავით არის რომ განიწმინდები და ის რაც გრთგუნავს, რაც გამძიმებს აღარ იქნება შენთან ერთად და შენ უფრო მეტად თავისუფალი იქნები და მშვიდად იგრძნობ თავს და მადლიერი იქნები ღვთისა. დიახ. აი მარხვასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, აი ადამიანი რომელსაც არასდროს უმარხულია ვთქვათ და არც იცის რა არის მარხვა და ნუ გადაწყვიტა ეკლესიური ცხოვრების დაწყება. ალბათ აქაც ინდივიდუალურია ხო მიდგომა, როგორ მარხვას დაუწესებს მოძღვარი, ვთქვათ შეიძლება სრულყოფილად ვერც იმარხულოს ხო დამწყება ქრისტიანი. შეიძლება რა თქმა უნდა დაიწყოს. არ არის მარხვა რთული დღევანდელ დღეს ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს თუ კი მარტო კვების მხარეს შევხედავთ რომ დღეს ადამიანმა იმარხულოს. არანაირი პრობლემა არ თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა, ხო? უწმინდესი, მისი უწმინდესობა ამასაკშიც მარხულობს, ხო? როდესაც 92 წლის ასაკში ადამიანი მარხულობს, რა უნდა გაუჭირდეს თუნდაც 40-იან 50 წლის ადამიანს, რომ ამ ყველაფერს შეუდგეს. როდესაც არსებობს რაღაც გამონაკლისები, რომ ძიმე დაავადება აქვს ადამიანს, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება შემსუბუქე, მაგრამ მარხვა საერთოდ არ არის რთული კვების მხრივ. არც ლოცვის მხრივ არ არის, რომ რა უნდა წაიკითხოს ადამიანმა. იმდენი დრო ეკარგება თითოეულ ადამიანს დღის განმავლობაში, რომ 9 საათი 20 წუთი რომ დაუთმოს ღმერთს, ესე ძალიან ბევრს ნიშნავს რა. და აი არის ხოლმე კიდევ შემთხვევა, რომ აი ძალიან დიდი მონდომებით იწყებს ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას, რაღაცა თითქოს თავიდანვე მთელს ენერგიას აი ამ ყველაფერში ჩადებს, ლოცვებს კითხულობს, მარხულობს, ტაძარში დადის არაცნეს წირვა-ლოცვას და რაღაც პერიოდში თითქოს ხება მისი ეს სულის კვეთება და საერთოდ რაღაცა წყდება გარკვეული პერიოდი ეკლესიის წიაღს და აი ამ დროს რა ხდება და როგორ უნდა გააძლიეროთ, თუ კი თქვა მოძღვართანაც წყვეტს კონტაქტს რითი შეიძლება ადამიანი უკვე თავის თავს დაეხმაროს. არის ხომ ესეთ შემთხვევა, რომ სწორი მისწრაფება არ აქვს ადამიანს, ხო? ტაძარში რატომ მივდივართ, ხო? რაღაც მატერიალური კეთილდღეობისთვის ხო არა, თუმცა კი მნიშვნელოვანია. არამედ იმისთვის, რომ სული გადარჩეს, ხო? სულის გადასარჩენად უფალი რას ბრძანებს, რომ თქვენ ეძებეთ სათასასუფეველი და რაც გჭირდებათ, ყველაფერს მე მოგცემთ, ხო? და აი ეს როდესაც თავის ადგილზე არ დგას ადამიანის გონებაში და რაღაცა სულის ცხონება არ არის ნომერ პირველი საზრუნავი და სხვადასხვა თხოვნები აქვს უფალთან და ეს ან არ უსრულდება, ან ვერ უსრულდება, რაღაცა პრობლემა შეექმნება და ერთხელ ვერ მოვა, მეორედ ვერ მოვა, უკვე რაღაცა წყდება ხოლმე ეს პერიოდი, მაგრამ აი უფალმა ისე ლამაზად მოგვიწყო ჩვენი ყოველწლიური ციკლი, რომ აი მარხვა რომ დგება, მაინც ადამიანი თავიდან ფიქრობს, აი ახლა მარხვა იწყება და იქნებ ახლა დავუბრუნდე. შეიძლება ეს მარხვა გაეპაროს და აი აღდგომის მარხვა იწყება და იქნებ ახლა მაინც და აი ამ ციკლში მაინც ფიქრობს და ცდილობს ადამიანი რაღაცა დროს ისევ ჩაერთოს ამ ყველაფერს. თუ კი ღმერთი უნდა და ღმერთი უყვარს და თუ კი არ უნდა ახლა
რასთვის. მარხვა მალე დაიწყება, უკვე მალე ფაქტობრივად, იმიტომ რომ ძალიან მალე გადის დრო საშობაო მარხვა და მაინც არის ხოლმე პერიოდი თქვენი გამოცდილებით უფრო გეცოდინებათ დიამ ამოიონა რომ მარხვაში არის ეს აი დამწყები მრევლის მოსვლა, ხო, აი მარხვას შეუდგეს. ბევრი ფიქრობს რომ ეხლა მივალ იმ წუთში შეიძლება მომწეს მოძღორმა რაღაც კანონები, რაღაც საკითხავი, რაღაც რეჟიმი. აი ესეც რო განმარტოთ, იმიტომ რომ ცხადია ყველასთან ურთიერთობა არის ინდივიდუალური, არ შეიძლება რაღაც ერთი რეცეპტი იყოს, რომ ყველას ესე უნდა მოგწეს მოძღვარი მისი ცხოვრება, მისი სულიერი მდგომარეობა. თუ ხდება გამონაკლისები დასულ ასაკის შემთხვევაში, რომ ვიღაცა შეიძლება სრულად რაღაცა კანონებით, ვიღაცა შეიძლება შეამსუბუქოთ, ვიღაცა შეიძლება საკითხო უჭირდეს, ეს რო არ იქცეს დამოუკიდებლად მათთვის, ვინც ფიქრობს დაწყებას ეკლესიური ცხოვრებას. ანუ ნებისმიერ ადამიანთან, ხო, ეკლესიის თხოვნა არის, რომ დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, ფსალმუნი და სახარება, რომელიც არ არსებობს ადამიანს, რომ არ შეეძლოს, ხო და თუ კი ადამიანი ესე განიწაფება რაღაც არწმუნოებაში უფრო გაღრმავდება, თვითონ ის ადამიანი ეტყვის მოძღვარს, რომ კიდევ დაუჯდომელი ხომ არ ვიკითხო, პარაკლისი ხომ არ წავიკითხო და ესე პროცესში ეს გამოჩნდება, თუ რამდენად უნდა და როგორ აკეთებს ეს ადამიანი. ასე რომ დილის და საღამოს ლოცვის წაკითვას და სახარების წაკითვას მე მგონი შემცირება აღარ ჭირდება ადამიანისთვის, რომ ეს ელემენტარული გააკეთოს რა. მოკლე ლოცვები არსებობს კიდევ თუ შემცირებაზე ვისაუბრებ. ხო, აი გამონაკლისის სახით თუ შეიძლება ეს რომ ვიღაცამ შეიძლება რომ მოვიდა პირველივე ზარი ფიქრობს რომ ეხლა ამდენი ვერ ვკითხულობ, ნუ მიუჩვეული ყველაფერს ჭოფნა ჭირდება, ხო? როგორც სპორტში და თუ არის ამ შემთხვევაშიც რომ თუ უნდა და ატყობთ და შეიძლება ნელ-ნელა ეტაპობრივად. რა თქმა უნდა, მოძღვარს ეს არ უნდა გამოეპაროს და ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს ადამიანს, რომ არ დაკარგოს ის ერთი მოbrunებული ცხარი. დიახ, ესე იგი არსებობს მარხვის ქრისტიანები, წეღანაზეც საუბრობთ და არსებობს კიდე დიდი მარხვის ქრისტიანები, ანუ ადამიანები, რომელიც მხოლოდ დიდი მარხვაში დადიან ტაძარში და ესეც რაღაცა არც დამწყებში აღარ ითვლება ალბათ და არ წასულს. ხო და ეს არის რომ კვირის მნიშვნელობა თუ ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ ევქარისტიას უნდა დაესწროს და ევქარისტია მადლიერების მსახურება, ხო? და ადამიანს რო ისეც ეკითხები, რომ შენ უმადური ადამიანები მოგწონს, გიყვარს, არ მოსწონთ და ჩვენც უმადურები ვართ თუ კი კვირის მსახურებებს ვაცდენთ და არ ვეზიარებით ღვთის წინაშე. ბოლო კითხვას დაგისვამ დავით შემაჯამოთ, უმნიშვნელოვანესია ევქარისტია და ზიარება. ზიარებისთვის არის წირვა და ზიარებაზე დიდი არაფერია. როცა ხანდახან ხდება ხოლმე დამწყები და გამოცდილი მრევლიც, მაგრამ დამწყები მრევლი მოდის და შინაგანი რაღაც შეიძლება ხელის მდგომარეობა, ფიქრობს რომ ძალიან ცოდულია, ჯერ ზიარების ღირსი არაა და დიდხანს ივლის და მერე ეზიარება. ისე რომ მოძღვრის კურთხევას არ ასრულებს და ამას მოძღვარი წყვეტ, ცხადია, თორე ღირსი ვერადოს ვერ ვიქნებით. ეს მდგომარეობაც რო გამოვხდეთ. ხო, ზიარების ღირსი ვერაზოს ვერავინ ვერ გავხდებით, სწორად აღნიშნეთ, მაგრამ ეს არის წამალი და არა რაღაც პრივილეგია, ხო, რაღაც შენ აი უკვე კარგად მოიქეცი, განწმენდელი ხარ და ჯილდოთ ნეზე. არა, ეს არის წამალი, ხო, როდესაც ვეზიარებით, რას ვეუბნებით ერთმანეთს საკურნებლად სულისა და ხორცისა. როგორ შეიძლება ადამიანმა ცუდა დაავადებულია და წამალი გამოუწეროს ექიმმა და თქვას რომ მე არ ვარ ამ წამლის დალევის ღირსი, ესე უნდა ვიყო ავადყოფი, არალოგიკურია. ასე რომ მადლაც იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ყოველწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი ივანე ჭედლიშვილი გესაუბრებოდა.